ამ ლექციაში ვილაპარაკებ ატომის შესახებ, ატომის აგებულების შესახებ და ნივთიერების შედგენილობის შესახებ. ხო, ლექციის შინაარსი შემდეგია. ვილაპარაკებ ატომური ჰიპოთეზის შესახებ, ვილაპარაკებ იმის შესახებ, თუ რატომ იყო ატომური ჰიპოთეზა მოსახერხებელი, იმიტომ რომ ამ ჰიპოთეზის გამოყენებით აღიწერებოდა კარგად აირების ყოფა-ქცევა, ვილაპარაკებ რადიოაქტივობის შესახებ, ვილაპარაკებ ატომის მოდელებზე, რომლებიც არსებობდა და იმ მოდელზე, რომელიც მიღებულია ახლა და ვილაპარაკებ ბირთვზე, ბირთვის შედგენილობის შესახებ და ნივთიერების თვისებების შესახებ და ვილაპარაკებ ბირთვული ენერგიის შესახებ და მისი გამოყენების მიზანშეწონილობაზე, რა დადებითი მხარეები აქვს ბირთვული ენერგიის გამოყენებას და რა რისკებთან არის ის დაკავშირებული. ხო? ქიმია, ასე ვთქვათ, წარმოიშვა ალქიმიის რაციონალიზაციის შემდეგ, ხო? იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ეწოდებოდათ ალქიმიკოსები, ესენი იყვნენ, ასე ვთქვათ, კვლევარები, ექსპერიმენტატორები, ალქიმიკოსთა მიზანი იყო ოქროს მიღება სხვადასხვა ნივთიერებებისაგან, ხო? ისინი ოქროს მიაწერდნენ მეტაფიზიკურ თვისებებს, თვლიდნენ, რომ ოქრო ეს არის, ასე ვთქვათ, სრულყოფილი ნივთიერება, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის სხვადასხვა დანიშნულებით, ანუ მათთვის ოქრო წარმოადგენდა ერთგვარ გრალს, ხო? და აი ამ ალქიმიური ექსპერიმენტებისას, ხო, იქნა მიღებული აღმოჩენილი სხვადასხვა ნივთიერებები და ასევე ალქიმიური ექსპერიმენტების დროს იქნა შემჩნეული, რომ ქიმიურ რეაქციებში, ასე ვთქვათ, ვლინდება გარკვეული კანონზომიერებები. გარკვეული კანონზომიერებები ახასიათებს ქიმიურ რეაქციებს, ხო? აი ჩვენ თქვით, რომ ალქიმიკოსებმა მიიღეს, ასე ვთქვათ, ბევრი სხვადასხვა ელემენტი, სხვადასხვა ნივთიერება, ხო? მაგალითად, ალქიმიკოსმა ჰენინგ ბრანდმა მიიღო ფოსფორი, ჰენინგ ბრანდი ცდილობდა ადამიანის ორგანიზმიდან, ასე ვთქვათ, გამოყოფილი ნივთიერებებიდან მიეღო ოქრო, იგი თვლიდა, რომ მაგალითად ადამიანის შარტი შეიცავს ოქროს და ატარებდა ექსპერიმენტებს, ხო? და საბოლოო ჯამში ბრანდმა მიიღო ფოსფორი. ადამიანის ორგანიზმი მართლაც შეიცავს ფოსფორს. ალქიმიით დაკავებულები იყვნენ, ასე ვთქვათ, წარმატებული მეცნიერებიც, ხო? მათ შორის ისეთები, როგორიც იყო ისააკ ნიუტონი, ხო? როგორც ვთქვით, ალქიმიური ექსპერიმენტების დროს, ხო, ხდებოდა იმის შემჩნევა, რომ ქიმიურ რეაქციებს, ნივთიერებათა ქიმიურ ურთიერთქმედებას ახასიათებს გარკვეული კანონზომიერებები. ხო, ნელ-ნელა მოხდა, ასე ვთქვათ, ამ ექსპერიმენტების სისტემატიზირება და მოხდა აღწერა არა მხოლოდ ექსპერიმენტების შედეგებისა, არამედ იმ კანონზომიერებებისა, იმ წესებისა, რომლებიც ვლინდება ქიმიური რეაქციების დროს, ხო? პირველი მეცნიერული ნაშრომი ქიმიაში, ხო, შეიძლება ვუწოდოთ ბრიტანელი ქიმიკოსის რობერტ ბოილის წიგნს სკეპტიკოსი ქიმიკოსი, ხო? რობერტ ბოილი იყო ალქიმიკოსი, მაგრამ მან, ასე ვთქვათ, მოახდინა ჩამოყალიბება იმ წესებისა, რომლებიც ვლინდება ქიმიური რეაქციების დროს და საზოგადოებას, სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო ნივთიერებათა თვისებების, ნივთიერებათა ურთიერთქმედების კვლევის მეცნიერული მეთოდები, ხო? პირველი ქიმიკოსი მასწავლებელი იყო პრისლი და პრისლიმ შეძლო, ასე ვთქვათ, ჟანგბადის მიღება. პრისლიმ შეამჩნია, რომ ჟანგბადს დადებითი გავლენა აქვს ადამიანზე და ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, ჟანგბადი გამოიყენებოდა, მოიხმარებოდა, ასე ვთქვათ, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლების მიერ და ითვლებოდა ფუფუნების საგნად, ხო? მაშინ ჯერ, ასე ვთქვათ, არ გააჩნდათ საკმარისი ცოდნა და არ იცოდნენ, რომ ყველა ადამიანი, ასე ვთქვათ, უბრალოდ და წარჩინებულიც სუნთქავს ჟანგბადს და უბრალოდ ცხოვრობს ჟანგბადით, ხო? და ნივთიერებების
აღწერის პროცესისას, ქიმიური ურთიერთქმედების აღწერის პროცესისას ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ყალიბდებოდა ატომური ჰიპოთეზა. ანუ ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ნივთიერება შედგება მცირე ზომის ელემენტებისაგან, ხო? ანტუან ლავუაზიემ დაადგინა, რომ ქიმიური რეაქციებისას მასა ინახება, ხო? ანუ თუ ქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს რამდენიმე ელემენტი და მიიღება, ასე ვთქვათ, სხვა ელემენტები ქიმიური რეაქციის შემდეგ, ხო, გარკვეული პროდუქტები, ხო? მაშინ რეაქციაში შემავალი ნივთიერებების მასების ჯამი უდრის რეაქციის შედეგად მიღებული ნივთიერებების მასების ჯამს, ხო, ანუ მასა ინახება და ეს კანონზომიერება კარგად იხსნებოდა ატომური ჰიპოთეზით. ანუ თუ დავუშვებდით, რომ ნივთიერება შედგება მცირე ზომის ელემენტებისაგან და ქიმიური რეაქციების დროს ეს ელემენტები ან ერთდება, ან იშლება, მაშინ მართლაც, ასე ვთქვათ, ბუნებრივად გამომდინარეობს, რომ ქიმიური რეაქციებისას მასა უნდა ინახებოდეს. ჯონ დალტონმა დაადგინა, რომ რეაქციაში ნივთიერებები მონაწილეობენ განსაზღვრული პროპორციით. ანუ რეაქციაში მონაწილე ნივთიერებების პროპორცია, ასე ვთქვათ, განსაზღვრულია, ხო? მაგალითად, წყლის მიღებისას რეაქციაში მონაწილე წყალბადისა და ჟანგბადის მასების შეფარდება ყოველთვის იქნება 2/16-თან, ხო? ესე იგი, წყლის მიღებისას რეაქციაში მონაწილეობს 2 წილი წყალბადი და 16 წილი ჟანგბადისა, ხო? და ეს მოვლენაც კარგად იხსნებოდა ატომური ჰიპოთეზის გამოყენებით, ხო? თუ ვივარაუდებთ, რომ ნივთიერება შედგება სხვადასხვა მცირე ზომის ელემენტებისაგან და სხვადასხვა ნივთიერების შემადგენელ ელემენტებს გააჩნიათ სხვადასხვა მასა, მაშინ ქიმიური რეაქცია შეიძლება წარმოდგინდეს როგორც ამ ნივთიერებათა ელემენტების შეერთება სხვადასხვა რაოდენობით, ხო? ისევ თუ ავიღებთ წყლის მაგალითს, მაგალითად ერთდება 2 ატომი წყალბადისა და 1 ატომი ჟანგბადისა და შედეგად ვიღებთ წყლის ერთ მოლეკულას, ხო? ანუ ეს, ასე ვთქვათ, ქიმიური კანონიც კარგად იხსნებოდა, ასე ვთქვათ, ატომური ჰიპოთეზის გამოყენებით. ჯონ დალტონმა, ასე ვთქვათ, შექმნა ცხრილი, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა ნივთიერება, სხვადასხვა სიმბოლოთი, ხო? ფაქტიურად სხვადასხვა ელემენტს შეუსაბამა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სიმბოლო და ასევე ნაერთები ქონდა წარმოდგენილი ამ ცხრილში, ჯონ დალტონს, ხო? სხვადასხვა ნივთიერებების ურთიერთქმედების, ქიმიური ურთიერთქმედების ქმედებების შედეგად მიღებული ნაერთები, ხო? ასევე ატომური ჰიპოთეზა კარგად ხსნიდა აირის თვისებებს, ხო? ნივთიერების თვისებების შესწავლისას ასევე შესწავლილი იქნა აირების თვისებები, მაგალითად რობერტ ბოილმა დაადგინა, რომ მოცემული ფიქსირებული ტემპერატურისას მოცულობის შემცირების შემთხვევაში აირის წნევა იზრდებოდა, ხოლო მოცულობის გაზრდისას, ხო, კვლავ ფიქსირებული ტემპერატურის შემთხვევაში, ხო, აირის წნევა მცირდებოდა, ხო? ეს იყო აირის ერთ-ერთი თვისება. ასე ვთქვათ, აირის სხვა თვისებებიც კარგად იხსნებოდა ატომური ჰიპოთეზის გამოყენებით, ხო? თუ დავუშვებით, რომ აირი შედგება მოძრავი ელემენტებისაგან, ქაოტურად მოძრავი ელემენტებისაგან და ამ ელემენტების დაჯახებები, ხო, სხვადასხვა ზედაპირზე წარმოქმნის აირის წნევას და ასევე, ასე ვთქვათ, ამ ელემენტების ქაოტური მოძრაობის ენერგია განსაზღვრავს აირის ტემპერატურას, ხო? აი ესეთი დაშვებების შემთხვევაში მაშინ კარგად იხსნებოდა, ასე ვთქვათ, აირის სხვადასხვა თვისება. ხო, აქ წარმოდგენილია 2 ტემპერატურული შკალა, ხო, შედარება ცელსიუსის და კელვინის, ხო, კელვინის შკალაზე 0 გრადუსი შეესაბამება ყინულის ცნობის ტემპერატურას, ხოლო 100 გრადუსი ცელსიუსით შეესაბამება, ასე ვთქვათ, წყლის დუღილის ტემპერატურას, ხო? და ასე ვთქვათ, თითო გრადუსი არის აი ეს მონაკვეთი გაყოფილი
100 ნაწილად არა, ხო? არსებობს ასევე კელვინის შკალა, კელვინის 1 გრადუსი შეესაბამება ცელსიუსის 1 გრადუსს, უბრალოდ ეს შკალები წანაცვლებულია ერთმანეთის მიმართ 273 კელვინით, ხო? აი ჩვენ ვთქვით, რომ ვთქვათ, აირის შემადგენელი ელემენტების კინეტიკური ენერგია, მოძრაობის, ქაოტური მოძრაობის ენერგია, ხო? კავშირშია, ასე ვთქვათ, ტემპერატურასთან, ხო? და აი ტემპერატურას, რომელიც ალსახად განისაზღვრება, ესე იგი, აირის შემადგენელი ელემენტების ქაოტურად მოძრაობის ენერგიით, ხო, ეწოდება აბსოლუტური ტემპერატურა, ხო? და აბსოლუტური ნული, ანუ აბსოლუტური ტემპერატურის ნული, ხო, არის ის წერტილი, ხო, შეესაბამება იმ მდგომარეობას, როდესაც, ასე ვთქვათ, აირის შემადგენელი ელემენტების ქაოტურად მოძრაობის ენერგია ნულის ტოლია, ხო? ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აირის შემადგენელი ელემენტები გაჩერებულია, ხო? აი ასეთ მდგომარეობას შეესაბამება აბსოლუტური ნული, ანუ 0 კელვინის შკალაზე, ხო? და 0 კელვინის შკალაზე შეესაბამება -273 გრადუს ცელსიუსისას, ხო? და 0 გრადუსი ცელსიუსით შეესაბამება 273 კელვინს, ხო? ანუ ასე ვთქვათ, ტემპერატურის ერთეული ორივე შემთხვევაში, ორივე შკალაზე ერთნაირია, ხო? უბრალოდ ეს ორი შკალა წანაცვლებულია ერთმანეთისგან, ხო? ეს დაახლოებით შეიძლება შევადაროთ იმას, თუ სახლებში, შენობებში საიდან ავითვლით პირველ სართულს, ხო? თუ ჩვენ პირველ სართულს ავითვლით, ასე ვთქვათ, სარდაფიდან, ხო? მაშინ სართულების ნუმერაცია შეიცვლება იმასთან შედარებით, იმ შემთხვევასთან შედარებით, თუ პირველ სართულს ავითვლით, ასე ვთქვათ, პირველი საცხოვრებელი ბინიდან, ხო? არ შეიცვლება მანძილი ორ მომდევნო სართულს შორის, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს სართულების ნუმერაცია იმის მიხედვით, თუ საიდან ავითვლით პირველ სართულს, ხო? მსგავსი სიტუაცია აი ამ ტემპერატურათა შკალაზე არ იცვლება, ასე ვთქვათ, ტემპერატურის ერთეული 1 გრადუსი, მაგრამ იცვლება, ასე ვთქვათ, ტემპერატურის ნულის ათვლის წერტილი, ხო? ათვლის წერტილები წანაცვლებულია ერთმანეთის მიმართ, ხო? ასევე, ესე ვთქვათ, ვილაპარაკებ იდეალურ აირზე, რომელიც ერთხელ უკვე ვახსენეთ ერთ-ერთ წინა ლექციაში, ხო, იდეალურ აირში, ასე ვთქვათ, აირის ელემენტებს შორის ურთიერთქმედების ენერგია გაცილებით ნაკლებია მათი მოძრაობის ენერგიაზე, ხო, ქაოტურად მოძრაობის ენერგიაზე. და იდეალურ აირს აქვს შემდეგი თვისებები, დაფიქსირებული ტემპერატურისას მოცულობის შემცირება იწვევს წნევის გაზრდას და მოცულობის გაზრდა იწვევს წნევის შემცირებას, ხო? დაფიქსირებული მოცულობისას ტემპერატურის ზრდა იწვევს წნევის პროპორციულ ზრდას და პირიქით, ხო, ტემპერატურის შემცირება გამოიწვევს წნევის შემცირებას, ხო? თუ მოცულობა გვაქვს ფიქსირებული და თუ გვაქვს დაფიქსირებული წნება, მაშინ ტემპერატურის ზრდისას აირის მოცულობა იზრდება, აირი ფართოვდება და ტემპერატურის შემცირებისას აირი იკუმშება, მოცულობა მცირდება, ხო? ანუ თუ წნევა ფიქსირებული გვაქვს აირში და ტემპერატურას გავზრდით, აირი დაიწყებს გაფართოვებას, ხო? ეს არის აირის თვისებები, რომლებიც კარგად იხსნება ატომური ჰიპოთეზის გამოყენებით, ხო? ასევე აირი, ასე ვთქვათ, აირის მდგომარეობა აღიწერება სტატისტიკურად, ანუ ითვლება, რომ უნდა გამოვიკვლიოთ არა აირის მოცემული მოლეკულის სიჩქარე და მდებარეობა დროის მოცემულ მომენტში, არამედ უნდა გამოვიკვლიოთ ალბათობა იმისა, რომ აირის ელემენტს გააჩნია სიჩქარე მოცემულ შუალედში და ასე ვთქვათ მდებარეობს სივრცის მოცემულ უბანში, რომ არის ამის ალბათობა. ხო, რატომ არის საჭირო სტატისტიკური მეთოდები და რატომ არის ისინი მოსახერხებელი, ამაზე ვილაპარაკეთ ერთ-ერთ წინა ლექციაში, იმიტომ რომ ასე ვთქვათ აირის ელემენტების მოძრაობა ქაოტურია, მათი ურთიერთქმედება შემთხვევითია, აირის ელემენტების რაოდენობა ძალიან დიდია და ასე ვთქვათ მოსახერხებელია და საჭიროა მათი, ასე ვთქვათ, მდგომარეობის სტატისტიკური აღწერა. ხო, აი აქ ვხედავთ გრაფიკს, რომელიც
ერთხელ უკვე ვნახეთ, რომელიც გვიჩვენებს თუ რისი ტოლია ალბათობა იმისა, რომ თქვათ აირის ელემენტს ექნება სიჩქარე მოცემულ შუალედში, ხო? და ჩვენ ვხედავთ, რომ აი ამ შუალედში, რომელიც ასე ვთქვათ, ცისფრად არის შეფერილი, სიჩქარე აქვს მოლეკულათა საერთო რაოდენობის 99%, ხოლო აი ეს პატარა სიჩქარეები აქვთ მოლეკულათა საერთო რაოდენობის 1% ჯამში, ხო? და თუ სისტემის ელემენტები ურთიერთქმედებენ, ხო, ეს სისტემა ხასიათდება კოლექტიური მახასიათებლებით, მაგალითად ტემპერატურა, წნევა, ხო? ეს არის აირის შემადგენელი ელემენტების კოლექტიური მახასიათებლები, ხო? ეს ახასიათებს არა ერთ ელემენტს, აირის შემადგენელ ერთ ელემენტს, ხო, არამედ ტემპერატურაც და წნევაც მიიღება, ასე ვთქვათ, აირის ელემენტების, ასე ვთქვათ, როგორც ურთიერთქმედების მახასიათებელი, ურთიერთქმედებისა ერთმანეთთან და გარემოსთან. კოლექტიური მახასიათებელი აირის შემადგენელი ელემენტების. ატომური ჰიპოთეზის კვლევა გააგრძელა ეინშტეინმა. ცნობილი იყო, რომ სითხეებში, ესე იგი, მოთავსებული ნაწილაკები, ხო, მოძრაობდნენ ქაოტურად. ხო, ქაოტურ მოძრაობას ასრულებდნენ. ეს აღმოჩენილი იყო ეს მოძრაობა ბროუნის მიერ, ამ მოძრაობას ეწოდა ბროუნის მოძრაობა და იმ ნაწილაკებს, რომლებიც ასე ვთქვათ, შემთხვევითად იცვლიდნენ სიჩქარეს მოძრაობისას, ეწოდებათ ბროუნის ნაწილაკები, ხო? აინშტაინმა ასევე შეისწავლა სითხეებში შეკიდული ნაწილაკების მოძრაობა, ხო, აი აქ ვხედავთ და აი ეს მოძრაობის ხასიათი ამ სითხეებში შეკიდული ნაწილაკებისა კარგად იხსნებოდა, თუ დაუშვებდით, რომ სითხე შედგება ქაოტურად მოძრავი ელემენტებისაგან და ეს ქაოტურად მოძრავი ელემენტები ეჯახებიან აი ამ სითხეში შეკიდულ ნაწილაკებს, ხო? ანუ ეინშტეინიც ემხრობოდა ატომურ ჰიპოთეზას და მან დაწერა შრომა, სადაც განხილული იყო ეს საკითხი. ნივთიერების კვლევაში, ხო, კვლევის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რადიოაქტივობის მოვლენის აღმოჩენამ. ფრანგმა მეცნიერმა ანრი ბეკერელმა, რომელიც იკვლევდა ფლორესცენციას, ანუ ნივთიერების უნარს გამოასხივოს მას შემდეგ, რაც თვითონ მიიღებს დასხივებას, აღმოაჩინა, რომ ურანს აქვს უნარი გამოასხივოს გარკვეული ენერგია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თვითონ არ იქნა დასხივებული, ხო? ამ გამოსხივებას ბეკერელმა ურანის სხივები უწოდა. რადიოაქტივობის მოვლენის შესწავლა გააგრძელეს პიერ კიურიმ და მისმა მეუღლემ მარია კლადოვსკა-კიურიმ და მათ ამ მოვლენას, ანუ ნივთიერების უნარს გამოასხივოს, თავისთავად უწოდეს რადიოაქტივობა. მათ შემოიტანეს ეს ტერმინი და მათ აღმოაჩინეს სხვა რადიოაქტიული ნივთიერებებიც გარდა ურანისა, მაგალითად პოლონიუმი და ამ ნივთიერებას პოლონიუმი ეწოდა მარია კლადოვსკა-კიურის სამშობლოს პოლონეთის საპატივსაცემოდ და არსებობს ორი ტიპის რადიოაქტივობა, სპონტანური, როდესაც ესე იგი გამოსხივება ხდება ნივთიერების მიერ გარე ზემოქმედების გარეშე და იძულებითი, როდესაც ასე ვთქვათ, ნივთიერება ავლენს რადიოაქტიულ თვისებებს მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, განიცდის ზემოქმედებას გარემოდან. რადიოაქტივობა გამოიყენა ერნსტ რეზერფორდმა, რათა შეესწავლა, ასე ვთქვათ, ატომის სტრუქტურა, ხო? რეზერფორდამდე არსებობდა ატომის კელვინის მოდელი, ეგრეთ წოდებული პუდინგის მოდელი, რომელიც გულისხმობდა, რომ ატომში, ასე ვთქვათ, ერთგვაროვნად, თითქმის ერთგვაროვნად არის განაწილებული დადებითი და უარყოფითი მუხტები და ატომი წარმოადგენს ერთგვარ, ასე ვთქვათ, ერთგვაროვან სხეულს, ხო? ატომის კვლევა გააგრძელა, როგორც თქვით, ერნსტ რეზერფორდმა და რა გააკეთა რეზერფორდმა? აქ არის აღწერილი, ასე ვთქვათ, სქემა რეზერფორდის ექსპერიმენტისა. ესე იგი, გვაქვს
ეგრეთ წოდებული ზარბაზანი, რომელშიც მოთავსებულია რადიოაქტიური ნივთიერება და შესაბამისად ამ ზარბაზნის საშუალებით ვიღებთ რადიოაქტიურ გამოსხივებას, ხო? შემდეგ რადიოაქტიური გამოსხივების შედეგად მიღებული, ასე ვთქვათ, ელემენტები მოძრაობენ, ეჯახებიან ოქროს ფირფიტას, ხო? და ოქროს ფირფიტის უკან გვაქვს ეკრანი, რომელიც საფიქსირებს აი ამ რადიოაქტიული გამოსხივებისას წარმოქმნილი ელემენტებს, მას შემდეგ რაც ისინი გაივლიან ოქროს ფირფიტაში, ხო? ანუ შეგვიძლია დავადგინოთ რა გავლენას ახდენს ოქროს ფირფიტა რადიოაქტიული გამოსხივებისას წარმოქმნილ ელემენტებზე, ხო? ამ შემთხვევაში რეზერფორდის ექსპერიმენტში, ასე ვთქვათ, ბომბარდირება ხდებოდა ალფა ნაწილაკებით, ეს არის ჰელიუმის ნაწილაკები, რომელიც შედგება ორი დადებითი მუხტისგან, პროტონისგან და ორი ნეიტრონისგან, ხო? და ვნახოთ რა შედეგი მიიღო რეზერფორდმა. რეზერფორდმა ნახა, რომ ზოგიერთი ნაწილაკი გაივლის ფირფიტას, ისე რომ მის მიმართულება შეიძლება ოდნავ შეიცვალოს და ზოგიერთი ნაწილაკი ხომ მკვეთრად აირეკლება, ხო, ფირფიტიდან. ზოგიერთი ალფა ნაწილაკი, ანუ ალფა ნაწილაკები ფიქსირდება როგორც ფირფიტის ერთ მხარეს, ისე ფირფიტის მეორე მხარეს და ზოგიერთი წერტილიდან ხდება ამ ალფა ნაწილაკების არეკვა რა. თუ კელვინის მოდელი იყო სამართლიანი, მაშინ ასეთი რამე არ უნდა მომხდარიყო, არა? თუ ატომი წარმოადგენს ერთგვაროვან სტრუქტურას, ხო, მაშინ ამ ატომში, ასე ვთქვათ, ყველა ნაწილაკმა ერთნაირად უნდა გაიაროს, ერთნაირი გავლენა უნდა მოახდინოს ამ ატომმა ყველა ნაწილაკზე, ხო? მაგრამ ეს ატომი ზოგიერთ ნაწილაკს აირეკლავდა, ხო, ზოგიერთ ნაწილაკს ატარებდა, ისე რომ უცვლიდა მიმართულებას, ხო, გარკვეულწილად და რეზერფორდმა წამოაყენა ასეთი მოდელი ატომისა, რომ ატომის, ასე ვთქვათ, ძირითადი მასა თავმოყრილია შემკრივებულ ბირთვში და ამ ბირთვის გარშემო მოძრაობენ უარყოფითი ნაწილაკები, ელექტრონები, ხო, ბირთვში მოთავსებულია, ვთქვათ, პროტონები და ნეიტრონები, დადებითი და უარყოფითი ნაწილაკები, ხო? ანუ რეზერფორდმა, ასე ვთქვათ, სრულყო ატომის ის მოდელი, რომელიც წარმოდგენილი იყო კელვინის მიერ, ხო? და მაშასადამე არის ატომის მოდელი, რომელიც ეხლაც მიღებულია, ბირთვი შედგება დადებითად დამუხტული პროტონებისაგან და ნეიტრალური ნეიტრონებისაგან. ატომში ბირთვის გარშემო მოძრაობენ ელექტრონები და მოძრაობს იმდენი ელექტრონი, რამდენი პროტონიც არის ატომის ბირთვში, ხო? ლაპარაკი, ასე ვთქვათ, ნეიტრალურ ატომზე, ხო? და მნიშვნელოვანია, რომ პროტონების რაოდენობა, ხო, ბირთვში განსაზღვრავს ნივთიერების თვისებებს, ხო? პროტონების რიცხვი, ატომური რიცხვი, ხო, განსაზღვრავს ნივთიერების ქიმიურ თვისებებს და ატომების კავშირი წარმოქმნის მოლეკულას, ხო? ისევ წყლის მოლეკულა შეგვიძლია ვახსენოთ, როდესაც წყალბადის ორი ატომი და ჟანგბადის ერთი ატომი წარმოქმნის წყლის მოლეკულას, ხო? და ასე ვთქვათ, ნივთიერების შესწავლისას, ასე ვთქვათ, დადგენილი იყო ის, რომ სხვადასხვა ნივთიერება ამჟღავნებს მსგავს ქიმიურ თვისებებს, ხო, ქიმიური რეაქციებში, ასე ვთქვათ, ერთნაირ თვისებებს ამჟღავნებს, ასევე დადგენილი იყო ისიც, რომ ასე ვთქვათ, სხვადასხვა ნივთიერების ელემენტს გააჩნია სხვადასხვა მასა, ხო? და ხდებოდა ამ ნივთიერებების დახარისხება, ხო, ან მათი ელემენტების მასის მიხედვით, ან მათი, ასე ვთქვათ, ქიმიური თვისებების მიხედვით, ხო? და რუსმა მეცნიერმა გამოიყენა ეს მონაცემები და ნივთიერებები დაალაგა, ასე ვთქვათ, ორგანზომილებიანი ცხრილი სახით, რომელშიც ნივთიერებები ერთის მხრივ დაალაგებულნი იყვნენ მათი ქიმიური თვისებების მიხედვით და ქიმიური თვისებების მიხედვით დაალაგებული ელემენტები კი დაალაგებულნი იყვნენ უკვე მათი შემადგენელი ელემენტების მასის მიხედვით, ხო? და ასე შეიქმნა, ასე ვთქვათ, ქიმიური ელემენტების სისტემა,
ქიმიური ელემენტების, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სისტემაში, რომელიც წარმოადგენს მენდელეევის სისტემის განზოგადებას, ხო? ელემენტები დალაგებულია მათი ქიმიური თვისებებისა და მათი ატომური რიცხვის მიხედვით, ხო? იგივე ამ ელემენტების ბირთვში პროტონების რაოდენობის მიხედვით, ხო? ატომური რიცხვი, ხო, მთელი რიცხვია, ხო, მხოლოდ, ასე ვთქვათ, გარკვეული რაოდენობა პროტონებისა შეიძლება არსებობდეს ბირთვში და ბუნებრივია იმ ორ ელემენტს შორის, რომელთა ატომური რიცხვი ერთით განსხვავდება, ვერ იქნება მესამე ელემენტი, ხო? ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბუნებაში ბუნებრივად მოპოვებადი ელემენტების რაოდენობა სასრულია, ხო? აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ ასე ვთქვათ, ელემენტების სტაბილურობას განსაზღვრავს ნეიტრონების რაოდენობა ბირთვში, ხო? ჩვენ ვთქვით, რომ ზოგიერთ ელემენტს შეუძლია თავისთავად გამოასხივოს, ხო? ანუ გააჩნია რადიოაქტიური თვისება და ეს იმიტომ ხდება, რომ მათი ბირთვები არ არის სტაბილური და რამდენად სტაბილურია ესა თუ ის ბირთვი, ხო? განისაზღვრება ნეიტრონების რაოდენობით ამ ბირთვში, ხო? ელემენტებს, რომელთა ბირთვში პროტონების ერთნაირი რაოდენობა აქვთ, ხო, იზოტოპები ეწოდებათ და ბუნებრივია იზოტოპები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ბირთვში ნეიტრონების რაოდენობით, ხო? აი აქ ჩვენ ვხედავთ ელემენტების პერიოდულ სისტემას, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ჯონ დალტონი, რომელმაც ასე ვთქვათ პირველმა ელემენტებს შეუსაბამა სიმბოლოები და დაალაგა ისინი ცხრილის სახით, ანუ შექმნა ელემენტების სისტემა და კვლავ მივუბრუნდები რადიოაქტივობის მოვლენას, როგორც ხედავთ, ბირთვის შედგენილობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ნივთიერების თვისებებს და ამიტომ, ასე ვთქვათ, საინტერესოა და მნიშვნელოვანი იმის შესწავლა, თუ რა პროცესები შეიძლება მიდიოდეს ბირთვში, ხო? ესე იგი, რადიოაქტივობისას არსებობს გამოსხივების სამი ტიპი, ხო? დაიკვირვება ალფა გამოსხივება, ამ დროს როგორც თქვით, სხივდება ჰელიუმი, რომელიც, ასე ვთქვათ, წარმოადგენს ერთობას 2 პროტონისა და 2 ნეიტრონისა, ხო? ასევე დაიკვირვება ბეტა გამოსხივება, რომლის დროსაც სხივდება ელექტრონი ან პოზიტრონი და დაიკვირვება გამა გამოსხივება, ხო? ამ დროს სხივდება ელექტრომაგნიტური ტალღა, ხო? ანუ ასე ვთქვათ, გვაქვს სამი ტიპი რადიოაქტიული გამოსხივებისა. ალფა გამოსხივება სხივდება 2 პროტონი და 2 ნეიტრონი, ბეტა გამოსხივება სხივდება პოზიტრონი ან ელექტრონი და გამა გამოსხივება სხივდება ელექტრომაგნიტური ტალღა, ხო? ეინშტეინმა დაადგინა, რომ ენერგია და მასა არის ურთიერთკავშირში. ესე იგი, ნებისმიერი მასიური სხეული, ასე ვთქვათ, შეიძლება წარმოადგენდეს ენერგიის წყაროს, ხო? მასისგან შეიძლება მივიღოთ ენერგია, ასე ვთქვათ, და ენერგიამ შეიძლება წარმოქმნას მასა, ხო? და ბირთვში თავმოყრილი, ასე ვთქვათ, მასა და ენერგია წარმოადგენს რადიოაქტივობის წყაროს, ხო? ნებისმიერი მასიური სხეულის ენერგიის წყაროს თავისთავად წარმოადგენს ამ სხეულის მასა, ხო? აი ამ ფორმულიდან გამომდინარეობს, მაგრამ ბირთვში ენერგიის გადასვლა მასაში და შეიძლება ითქვას მასის გადასვლა ენერგიაში, ასე ვთქვათ, ყველაზე ეფექტურად ხორციელდება. და აღმოჩენილია, რომ, ასე ვთქვათ, ბირთვის შემადგენელი ელემენტების ან პროტონების საერთო მასა, ხო, ისინი რომ თავისუფლები ყოფილიყვნენ და გაგვეზომა მათი ჯამური მასა, აღმოჩნდება უფრო მეტი, ვიდრე აი ამ პროტონებისა და ნეიტრონებისაგან შექმნილი ბირთვის მასა, ხო? რატომ? იმიტომ რომ, როდესაც პროტონები და ნეიტრონები იმყოფებიან ბირთვში, მათ შორის ჩნდება ბირთვული ურთიერთქმედება და ამ ურთიერთქმედების შედეგად ჩნდება ბმის ენერგია, ხო, ბირთვული ენერგია. ესე იგი, მათი საწყისი მასის ნაწილი, ხო,
გადადის აი ამ ბმის ენერგიაში, ხო? და ეს ასე ვთქვათ თანხვედრაშია, ასე ვთქვათ ეინშტეინის ფორმულასთან, რომელიც აკავშირებს ენერგიას და მასას, ხო? პროტონების და ნეიტრონების, თავისუფალი პროტონების და ნეიტრონების ჯამური მასის ნაწილი ბირთვის წარმოქმნისას გადავიდა ამ ბირთვის ბმის ენერგიაში, ხო? ქვე საინტერესო აღნიშნოთ ისიც თუ რა აკავებს ვთქვათ პროტონებს და ნეიტრონებს ბირთვში, როგორც ხედავთ პროტონებს გააჩნიათ ასე ვთქვათ ერთნაირი ნიშნის მუხტი, დადებითი ნიშნის მუხტი და როგორც ვიცით ერთნაირი ნიშნამუხტები უნდა განიზიდებოდნენ, ხოლო პროტონები, ხო, ასე ვთქვათ ბირთვში არიან თავმოყრილნი და შეკავებულნი, ხო? რატომ? იმიტომ რომ ახლო მანძილებზე პროტონებს შორის იწყება ბირთვული ურთიერთქმედება, ეს ბირთვული ურთიერთქმედება აჭარბებს, ასე ვთქვათ, ელექტრულ ურთიერთქმედებას, რომლის გამოც პროტონებს უნდა განეზიდათ ერთმანეთი და ამ ბირთვული ურთიერთქმედების გამო, ასე ვთქვათ, პროტონები არიან შეკავშირებულნი ბირთვში, ხო? და ამ ბირთვული ურთიერთქმედების შედეგად, როგორც თქვით, წარმოიქმნება ბმის ენერგია, ხო? აი ამ სურათებზე ჩვენ ვხედავთ თუ როგორ არის დამოკიდებული ამა თუ იმ ელემენტის ბმის ენერგია, ხო? ამ ელემენტის პროტონთა რიცხვზე და ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს ასე ვთქვათ ბმის ენერგიის მინიმუმი. ბმის ენერგიის მინიმუმი გააჩნიათ ეგრეთ წოდებული რკინის ჯგუფის ელემენტებს, ხო? და ცხადია, რომ ნებისმიერი ასე ვთქვათ ბირთვი მიისწრაფვის კონდეს მინიმალური ბმის ენერგია, ხო? ამიტომ ვთქვათ შედარებით მსუბუქი ელემენტებს ურჩევნიათ, რომ შეერთდნენ და მათი შეერთების შედეგად, ასე ვთქვათ, მათი ბმის ენერგია შემცირდება, ანუ შეერთების შედეგად მიღებული ელემენტის ენერგია იქნება უფრო მცირე, ვიდრე, ასე ვთქვათ, იმ ელემენტების ბმის ენერგია, რომლებიც არსებობდნენ აი ამ ელემენტების შეერთებამდე, ბუნებრივია ლაპარაკია ელემენტებზე, რომელთა, ასე ვთქვათ, მასაც უფრო მცირეა, ვიდრე ვთქვათ რკინის მასა, ხოლო რკინაზე უფრო მძიმე ელემენტებს, ხო, ურჩევნიათ დაშლა, რათა შეამცირონ თავისი ბმის ენერგია, ხო? რკინაზე მძიმე ელემენტების დაშლის შემთხვევაში, ხო, მიღებული ელემენტების ბმის ენერგია იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე საწყისი, ასე ვთქვათ, ბირთვის ბმის ენერგია, ხო? ანუ რკინაზე მძიმე ელემენტები ცდილობენ დაშლას, ხო? ხოლო რკინაზე მსუბუქი ელემენტები, ასე ვთქვათ, ცდილობენ შეერთებას, რომ შემცირდეს მათი ბმის ენერგია, რა. ხო, ეს დაახლოებით გავს სიტუაციას, როდესაც ნებისმიერ სხეულს ურჩევნია იმყოფებოდეს მინიმალური პოტენციის ენერგიის მქონე მდგომარეობაში, ხო? მაგალითად, რატო ვარდება სხეული დედამიწაზე? იმიტომ რომ მის სწრაფვის შეამციროს თავისი პოტენციური ენერგია, ხო? და ეს გრაფიკი, ასე ვთქვათ, ბმის ენერგიის დამოკიდებულებისა ელემენტის, ასე ვთქვათ, ატომურ რიცხვზე გვიჩვენებს იმას, თუ ასე ვთქვათ, რომელ ელემენტს როგორი ბმის ენერგია აქვს და იგი წააგავს, ასე ვთქვათ, ორმოს, ხო, რომლის ფსკერზეც იმყოფებიან რკინის ჯგუფის ელემენტები, ხო, და ასე ვთქვათ, რკინაზე მძიმე ელემენტები ცდილობენ ჩაგორებას ორმოს ფსკერისკენ, ანუ ცდილობენ დაშლას, ხოლო რკინაზე უფრო მსუბუქი ელემენტები ცდილობენ შეერთებას და ასე ჩაგორებას, ასე ვთქვათ, ორმოს ფსკერისკენ, ხო? და ასე ვთქვათ, მსუბუქი ელემენტების შეერთების დროსაც ხდება მათი ბმის ენერგიის შემცირება და შესაბამისად ენერგიის გამოყოფა და მძიმე ელემენტების დაშლის შემთხვევაში ხდება ბმის ენერგიის შემცირება, ანუ ასე ვთქვათ, ენერგიის გამოყოფასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმეც, ხო? ანუ რადიოაქტობისას ენერგია გამოიყოფა, იმიტომ რომ მძიმე ელემენტები შეიძლება
დაიშალონ არა, ხო? თქვათ, ამაზე ვილაპარაკებთ, მსუბუქი ელემენტების შესაერთებლად საჭიროა, ასე თქვათ, შესაბამისი გარემო პირობების შექმნა, ხოლო თქვათ, მძიმე ელემენტები შეიძლება თავისთავადაც დაიშალონ და ამ დროს გამოასხივონ, ამიტომ შედარებით მძიმე ელემენტები, რომლებიც არასტაბილურნი შეიძლება იყვნენ, შეიძლება ხასიათდებოდნენ თავისთავადი გამოსხივებით, ანუ რადიოაქტიობით. რეზერფორდის გერმანელი მოსწავლე ოტო ჰანი თავის კოლეგასთან ლიზა მეიტნერთან ერთად განაგრძობდა რადიოაქტივობის მოვლენის შესწავლას. მეიტნერი ებრაული წარმოშობისა იყო, ამიტომ მას გაუჭირდა, ასე ვთქვათ, გერმანიაში დარჩენა, იძულებული იყო გერმანია დაეტოვებინა და ამიტომ მეიტნერისა და ჰანის თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, შეფერხდა, ხო? ჰანი განაგრძობდა ექსპერიმენტებს, იგი ახდენდა ურანის ბირთვის ბომბარდირებას ნეიტრონებით და ჰანმა მიიღო ახალი ნივთიერება, რომლის, ასე ვთქვათ, ატომური მასაც იყო ორჯერ ნაკლები, ვიდრე ურანის ატომური მასა. ანუ თითქოს ურანის ბირთვი გაიხლიჩა ორტოლ ნაწილად და, ასე ვთქვათ, ოტო ჰანი დაუკავშირდა მეიტნერს და მეიტნერმა ასე ვთქვათ, წარმოადგინა მოდელი ოტო ფიშთან კონსულტაციების შემდეგ, თუ რატომ, ასე ვთქვათ, შეიძლება მომხდარიყო ნეიტრონებით ბომბარდირებისას ურანის ბირთვის დაშლა. და აი ჩვენ შეიძლება ვნახოთ ამის ილუსტრირება, ხო? აქ გვაქვს ბირთვი, რომელიც შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისგან და ამ ბირთვის ბომბარდირება ხდება ნეიტრონით. ხო? ეს ნეიტრონი, ესე იგი, შედის ბირთვში, ხო, ხდის ბირთვს არასტაბილური ბირთვი ნელ-ნელა იწელება, ხო? და ჩვენ ხედავთ, რომ ხდება, ასე ვთქვათ, გადანაწილება პროტონებისა და ნეიტრონებისა ერთ და მეორე მხარეს, ხო? ეს ბირთვი იწერება, იღებს, ასე ვთქვათ, განტელის ფორმას და, ასე ვთქვათ, ამ გაწელისას, ხო, ერთ მხარეს მდებარე პროტონებსა და მეორე მხარეს მდებარე პროტონებს შორის, ასე ვთქვათ, ელექტრული განზიდვის ურთიერთქმედება გადააჭარბებს აი ამ ბირთვის შემადგენელი ელემენტების შემაკავშირებელ ბირთვულ ურთიერთქმედებას, ხო? ასე ვთქვათ, ბირთვის შემადგენელი ელემენტების, პროტონების და ნეიტრონების დაშორებისას, ხო, მათ შორის არსებული ბირთვული ურთიერთქმედება მცირდება, ხოლო ელექტრული ურთიერთქმედება პროტონებს შორის ყოველთვის არსებობს და, ასე ვთქვათ, გარკვეულ მდგომარეობაში ელექტრულმა განზიდვამ შეიძლება გადააჭარბოს ბირთვულ მიზიდვას, რომელიც შემცირდა იმის გამო, რომ, ასე ვთქვათ, პროტონები, ასე ვთქვათ, დაშორდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ბირთვი გახდა არასტაბილური მას შემდეგ, რაც, ასე ვთქვათ, ამ ბირთვში აღმოჩნდა ზედმეტი ნეიტრონი, ხო? ესე იგი, ბირთვი იწელება, ელექტრული ძალა ჭარბობს ბირთვულ ძალას და ბირთვი იშლება, ასე ვთქვათ, ორ ნაწილად, ხო? და ასე ახსნა მეიტნერმა, თუ რატომ ხდება ურანის ბირთვის გაყოფა ორ ნაწილად ნეიტრონების ბომბარდირების შემდეგ. ასევე ნეიტრონებით ბომბარდირებისას, გარდა იმისა, რომ ბირთვი იშლება, ხდება კიდევ ნეიტრონების წარმოქმნა, ხო? ნახეთ, ბირთვი დაიშალა, ნეიტრონები წარმოიქმნენ და ბირთვის დაშლისას, ასე ვთქვათ, მძიმე ბირთვის დაშლისას, როგორც ჩვენ ზემოთ ვნახეთ, ხდება ენერგიის გამოყოფა, ესე გამოიყო ენერგია, არიან ნეიტრონები, შემდეგ ეს ნეიტრონები ეჯახებიან სხვა ბირთვებს, ხო? ეს ბირთვებიც იშლებიან, ხო? და თითოეული, ასე ვთქვათ, ბირთვის დაშლისას გამოიყოფა ენერგია, გამოიყოფა ნეიტრონები, ხო, სწრაფად მოძრავი ნეიტრონები, შემდეგ ახალი ნეიტრონები ეჯახებიან სხვა ბირთვებს, ხო, იწვევენ მათ დაშლას და მათ ახალი ბირთვების დაშლის შედეგად კვლავ გამოიყოფა ენერგია და ნეიტრონები და ასე შემდეგ, ხო, ეს რეაქცია გრძელდება. ანუ ადგილი აქვს ეგრეთ წოდებულ ჯაჭვურ რეაქციას, ხო? ანუ ნეიტრონებით ბომბარდირებისას, ესე იგი, ბირთვი იშლება, გამოიყოფა ენერგია, წარმოიქმნება ახალი ნეიტრონები, ეს ნეიტრონები შემდეგ ეჯახებიან სხვა ბირთვებს ამავე ნივთიერების, შემდეგ ხდება ამ ბირთვების დაშლა და ასე შემდეგ. ხო, ეს პროცესი ჯაჭვურად გრძელდება და ხდება ენერგიის გამოყოფა, ხო? ასე ვთქვათ, სწრაფად მოძრავი
ნეიტრონები გვაქვს მაგალითად და ეს არის ასე ვთქვათ გამოსხივების ერთ-ერთი წყარო, ხო? ანუ ნეიტრონებით ბომბარდირებისას ხო შეიძლება მოხდეს ბირთვის დაშლა, ენერგიის გამოყოფა, ანუ ბირთვული ენერგიის გამოყოფა, ხო? და ანუ ეს არის პირველი ნაბიჯი ბირთვული ენერგიის ასე ვთქვათ გამოყოფისკენ და გამოყენებისკენ, ხო? და ბირთვული ენერგია ასე ვთქვათ ძალიან დიდია, ხო? იმ ენერგიებთან შედარებით, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, ხო, ვთქვათ, მექანიკურ ან სითბურ ენერგიასთან შედარებით და ბირთვული ენერგია, ხო, შეიძლება იყოს დადებითი როლის შემსრულებელიც და უარყოფითი როლის შემსრულებელიც, ხო, მაგალითად, ბირთვული ენერგია გამოიყენება, თქვათ, ბირთვულ იარაღში, ხო, და ბუნებრივია ამაში კარგი არაფერი არ არის. ხო, ასევე ბირთვული ენერგია გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო, მაგრამ ბირთვულ რეაქტორებზე შეიძლება მოხდეს ავარიები. ამაზე ქვემოთ ვილაპარაკებ, ესეც სახიფათოა, ხო? მეორეს მხრივ, როგორც თქვით, შეიძლება ასე ვთქვათ, შესაბამისი პირობების დაცვის შემთხვევაში ბირთვული ენერგია გამოვიყენოთ როგორც ენერგიის წყარო, ხო? რადიოაქტივობა, როდესაც აღმოაჩინეს, ხო, ის გამოიყენებოდა, ასე ვთქვათ, მედიცინაშიც, ხო? მიაჩნდათ, რომ ასე ვთქვათ, რადიოაქტიული ნივთიერებების საშუალებით შეიძლება, ასე ვთქვათ, კიბოს განკურნება და ეხლაც, ასე ვთქვათ, მიდის კვლევის პროცესი შეიძლება თუ არა მცირე დოზით, რა თქმა უნდა, რადიოაქტივობა სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისათვის, ხო? და რადიოაქტივობამ შეიძლება მოგცეს, ასე ვთქვათ, ინფორმაცია წარსულზე, ხო? ეგრეთ წოდებული ნახშირბადის მეთოდის საშუალებით დგინდება ასაკი ამა თუ იმ აღმოჩენილი არტეფაქტისა, ამაზე ვილაპარაკებ კიდევ ქვემოთ და ასევე რადიოაქტივობის საშუალებით შეიძლება გამოკვლეული იქნას ამა თუ იმ უჯრედის სტრუქტურა და ასე ვთქვათ, რა პროცესები მიმდინარეობს ამა თუ იმ უჯრედში. ბირთვულ რეაქტორებში ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება, ასე ვთქვათ, ბირთვული რეაქციებისას მიღებული ენერგიის ხარჯზე, ხო? ესე იგი, როგორც თქვით, მძიმე ბირთვები შეიძლება დაიშალონ, ხო? ამ დროს გამოიყოს ენერგია და აი ამ ენერგიის ხარჯზე ხდება ელექტროენერგიის მიღება, ხო? აი რო დაახლოებით სქემა ბირთვული ელექტროსადგურისა, ხო? აქ არის, ასე ვთქვათ, საწვავი მასალა, რაიმე რადიოაქტიური ნივთიერება, სადაც იწყება ჯაჭვური რეაქციები, ჯაჭვური რეაქციების დროს ხდება ენერგიის გამოყოფა, ხო? ეს ენერგია, ასე ვთქვათ, აცხელებს წყალს, გაცხელებული წყლის ორთქლი, ასე ვთქვათ, დიდი წნევით ხასიათდება, შემდეგ ეს ორთქლი იწვევს ტურბინების მოძრაობას, ხო? და შემდეგ გენერატორში ხდება ელექტროენერგიის გენერირება. ზუსტად ისევე, როგორც ჰიდროელექტროსადგურში, ოღონდ ჰიდროელექტროსადგურში, ასე ვთქვათ, საწყის ენერგიის წყაროს წარმოადგენს წყლის მექანიკური ენერგია, ხოლო ბირთვულ ელექტროსადგურში ენერგიის წყაროს წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ბირთვული ენერგია, ბირთვული რეაქციების დროს გამოყოფილი ენერგია და ბუნებრივია, ესე იგი ბირთვული რეაქტორის, ბირთვული ენერგოსადგური უფრო ეფექტურია ვიდრე ჰიდროელექტროსადგური, ხო? აქ საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ ასე ვთქვათ, აი ამ ჭურჭელში, სადაც მიმდინარეობს ჯაჭვური რეაქციები, უნდა მოვათავსოთ, ასე ვთქვათ, მაკონტროლებელი ჯოხები, ხო? ეს რას ნიშნავს? როგორც თქვით, ჯაჭვური რეაქციები მიმდინარეობს, იმიტომ რომ, ასე ვთქვათ, ბირთვული რეაქციების დროს ხდება ბირთვის დაშლისას ხდება ნეიტრონების გამოყოფა, გამოყოფილი ნეიტრონები, ასე ვთქვათ, იწვევენ სხვა ბირთვების არასტაბილურობას, ხო? შემდეგ აი ამ არასტაბილური ბირთვების დაშლისას კვლავ ხდება ნეიტრონების გამოყოფა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჯაჭვურ რეაქციას, ასე ვთქვათ, განსაზღვრავენ ჯაჭვურ რეაქციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნეიტრონები, ხო? თუ ჩვენ არ გვექნება ნეიტრონების დიდი რაოდენობა, შესაბამისად ჯაჭვური რეაქციის ინტენსივობა შემცირდება. ხოლო თუ ჩვენ გვექნება, ასე ვთქვათ, უკონტროლო რაოდენობა ნეიტრონებისა, ხო, მაშინ ჯაჭვური რეაქციის ინტენსივობაც უკონტროლოდ გაიზრდება, ხო? ანუ იმისთვის, რომ ჯაჭვური რეაქციის ინტენსივობა ვაკონტროლოთ თვითონ ჯაჭვური რეაქცია, საჭიროა ვაკონტროლოთ
ნეიტრონების რაოდენობა საწვავში, ხო? ნეიტრონების რაოდენობის კონტროლი როგორ შეიძლება, ხო? უნდა გქონდეს ნეიტრონების შთამთქმელი ნივთიერება, ხო? იმიტომ რომ ნეიტრონების გამოყოფა ხდება ბირთვის დაშლისას და ასე ვთქვათ, ნეიტრონების გამოყოფა იწვევს ჯაჭვური რეაქციის ინტენსივობის გაზრდას, ხო? და თუ ჩვენ საწვავში გვექნება ნეიტრონების შთამთქმელი ნივთიერება, ხო? მაშინ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნეიტრონების რაოდენობა, შევამციროთ ნეიტრონების რაოდენობა და შესაბამისად შევამციროთ ჯაჭვური რეაქციის ინტენსივობა. ანუ ვაკონტროლოთ ჯაჭვური რეაქცია. ამისთვის არის საჭირო ეს მაკონტროლებელი ჯოხები, ან ჯოხები, რომლებიც შეიცავენ, ასე ვთქვათ, ნეიტრონების შთანთქმელ ნივთიერებას, ხო? ბირთვულ ელექტროსადგურებზე შეიძლება მოხდეს ავარია და ასეთი ავარიები მომხდარა ავარია როდის ხდება, როდესაც ჯაჭვური რეაქცია ხდება უკონტროლო, ხო? ანუ ნეიტრონების რაოდენობა ხდება უკონტროლო, ანუ შეიძლება დაზიანდეს ნეიტრონების შთამთქმელი ეს ჯოხები და თუ ჩვენ დავკარგეთ კონტროლი ჯაჭვურ რეაქციაზე, ის თავისთავად არ გაჩერდება, ის გაგრძელდება, მისი ინტენსივობა გაიზრდება და შეიძლება ასე ვთქვათ, ეს ცუდი შედეგებით დამთავრდეს, ხო? ერთ-ერთი პირველი ავარია ბირთვულ რეაქტორზე მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰარისბერგში 1979 წელს, მაგრამ საბედნიეროდ იმუშავა, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების სისტემამ და ასე ვთქვათ, ამას არ მოყოლია სავალალო შედეგები, ხო? ასე ვთქვათ, დიდი მასშტაბის კატასტროფა გამოიწვია ჩერნობილის ბირთვული რეაქტორის ავარიამ, ეს მოხდა 1986 წელს და ეს ავარია ფაქტიურად გამოწვეული იყო იმით, რომ ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ზომები არ იყო სათანადოდ დაცული. ამ ბირთვულ რეაქტორზე, ხო, ასევე ტარდებოდა ექსპერიმენტები ამ ბირთვული რეაქციების შესასწავლად და ექსპერიმენტები რომ არ შეფერხებულიყო, გათიშული იყო უსაფრთხოების სისტემა, იმიტომ რომ უსაფრთხოებას არ ემუშავა, არ შეეჩერებინა რეაქტორის მუშაობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საწვავში ნეიტრონების რაოდენობა აღმოჩნდებოდა უფრო მეტი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომებით, ხო? შემდეგ ეს ექსპერიმენტი ვეღარ გააკონტროლეს, უსაფრთხოების სისტემამ ავტომატურად არ იმუშავა, იმიტომ რომ ის გამორთული იყო, წავიდა უკონტროლო ჯაჭვური რეაქცია, ხო? უკონტროლო ჯაჭვური რეაქცია რომ წავიდა ამან დააზიანა ნეიტრონების შთანთქმელი მაკონტროლებელი ჯოხები და შეუძლებელი გახდა ამ ჯოხების ჩანაცვლება საღი ჯოხებით, მოხდა მათი დეფორმირება და მათი ამოღება საწვავიდან შეუძლებელი იყო და აი ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, ბირთვული რეაქციის ინტენსივობა გაიზარდა, ამან გამოიწვია აფეთქება ბირთვულ რეაქტორზე და ამ აფეთქებამ, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ზიანი მოუტანა, ასე ვთქვათ, ჩერნობილის მცხოვრებებს და ასე ვთქვათ, ამ აფეთქებისას წარმოქმნილი ბირთვული ღრუბელი გასცდა უკრაინის საზღვრებს, ხო, რადიოაქტიული ღრუბელი, რომელიც წარმოიქმნა აი ამ აფეთქებისას, გასცდა უკრაინის საზღვრებს და მოახდინა გავლენა, ასე ვთქვათ, მეზობელ ქვეყნებსაც, ხო? მეორე მაგალითი, ასე ვთქვათ, დიდი ბირთვული ავარიისა, ეს არის ავარია, რომელიც მოხდა გასულ წელს იაპონიაში, ფუკუშიმას ბირთვულ რეაქტორზე, ხო? აქ განსხვავებული სიტუაცია ჩერნობილისგან და პრინციპულად განსხვავებული, იმიტომ რომ როდესაც მოხდა პირველი მიწისძვრა, ხო, უსაფრთხოების სისტემამ იმუშავა და შეაჩერა ბირთვული რეაქციები. ბირთვული რეაქციების შეჩერებისას, ხო, საჭირო იყო შემდეგ, ასე ვთქვათ, გაცივება იმ წყლისა, რომელიც არსებობდა რეაქტორში უკვე გაცხელებული ბირთვული რეაქციების შედეგად და ამ დროს, ასე ვთქვათ, ამუშავდა დიზელის გენერატორები, რომლებიც აწვდიდნენ ენერგიას გაცივების სისტემას, ხო, მაცივარს, არა? და
მიწისძვრას მოყვა ცუნამი, რომელმაც დააზიანა დიზელის გენერატორები, დიზელის გენერატორებმა შეწყვიტეს მუშაობა, ვეღარ აცივებდნენ სისტემას და ამის შემდეგ ავტომატურად ამუშავდნენ ელემენტები, რომლებიც უკვე მოთავსებულნი იყვნენ რეაქტორის შიგნით. ოღონდ ამ ელემენტებს შეეძლოთ მუშაობა მხოლოდ 8 საათის განმავლობაში და 8 საათის შემდეგ ფუკუშიმას გაცივება დაიწყო ხელით, ასე ვთქვათ, პერსონალის მიერ, სპეციალურად მომზადებული და გაწვრთნილი პერსონალის მიერ, ხო? და რეაქტორი ისე უნდა გაცივდეს, რომ არ დაზიანდეს ნეიტრონების ვრთამთქმელი, აი საკონტროლო ჯოხები, რომ თუ ეს ჯოხები დაზიანდა, ნეიტრონების რაოდენობის კონტროლი შეუძლებელი გახდება და ნეიტრონების რაოდენობის კონტროლი თუ შეუძლებელი გახდა, მაშინ უკონტროლო გახდება ბირთვული რეაქციაც, ხო, ჯაჭვური რეაქციაც, ხო, ჩვენ ნახეთ, რომ ასე ვთქვათ, ჯაჭვურ რეაქციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნეიტრონები. როგორც ვთქვით, ბირთვული ენერგიის მიღება შეიძლება ორი გზით. ერთი მსუბუქი ელემენტების, რკინაზე მსუბუქების შეერთებით, ხო, სინთეზით და მეორე მძიმე ელემენტების დაშლით. მძიმე ელემენტების დაშლა არის უკონტროლო, ანუ ის თავისთავად არ შეწყდება, ხო, ანუ შეიძლება გახდეს უკონტროლო, თუ ის ჩვენ, ასე ვთქვათ, სპეციალურად არ ვაკონტროლით, ხო, ჩვენ როგორც აღწერეთ, ბირთვულ რეაქტორებზე ამ ჯაჭვური რეაქციის, ბირთვული რეაქციის კონტროლი ხდება, ასე ვთქვათ, ნეიტრონების რაოდენობის კონტროლით, ანუ ნეიტრონების შთამთქმელი მაკონტროლებელი ჯოხების საშუალებით, მაგრამ ასე ვთქვათ, მცირე დაზიანებაც კი შეიძლება გახდეს, ასე ვთქვათ, ძალიან სავალალო შედეგების გამომწვევი, იმიტომ რომ თავისთავად ეს რეაქცია არ შეჩერდება, ხო? ეხლა რა ხდება ბირთვების სინთეზისას, ხო? იმისთვის, რომ ბირთვული რეაქცია წავიდეს ორ ბირთვს შორის, ხო, საჭიროა, რომ ისინი საკმარისად ახლოს მივიდნენ ერთმანეთთან, ხო? ისინი რომ საკმარისად ახლოს მივიდნენ ერთმანეთთან, უნდა მოძრაობდნენ საკმარისად დიდი სიჩქარით, ხო? ანუ საჭიროა მსუბუქი ელემენტებისაგან, რკინაზე მსუბუქი ელემენტებისაგან შემდგარი, ასე ვთქვათ, აირი იყოს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე. მეორეს მხრივ, თუ ნივთიერება მაღალ ტემპერატურაზე რთულდება მისი შენარჩუნება, ხო? და ეს არის სქემა იმ მოწყობილობისა, რომელშიც, ასე ვთქვათ, ცდილობენ თერმობირთვული რეაქციების საშუალებით მიიღონ ენერგია, ხო? რატო თერმობირთვული? იმიტომ რომ როგორც თქვით, იმისთვის რომ წავიდეს ბირთვების შეერთება, საჭიროა დიდი ტემპერატურა, ხო? ანუ ეს არის ისეთი ბირთვული რეაქციები, რომლებიც მიდის დიდი ტემპერატურის პირობებში, ხო? და მეორეს მხრივ დიდი ტემპერატურაზე მყოფი ნივთიერების შენარჩუნება რთულია, ცდილობენ ეს ნივთიერება, ასე ვთქვათ, შეინარჩუნონ მაგნიტური ველების საშუალებით, ასევე საჭიროა სპეციალური, ასე ვთქვათ, მასალა იმისთვის, რომ არ დაზიანდეს ის ძალიან, როდესაც მასში მოვათავსებთ, ხო, ამ კონტეინერში მოვათავსებთ დიდი ტემპერატურის ნივთიერებას, ან საჭიროა ისეთი სტრუქტურების შექმნა, რომ დიდი ტემპერატურის ნივთიერება არ შეეხოს, ასე ვთქვათ, კედლებს იმ კონტეინერისა, რომელშიც მოთავსებულია ეს ნივთიერება, მოკლედ, ასე ვთქვათ, რთულ საინჟინრო ამოცანას წარმოადგენს, ხო, აგება ისეთი კონტეინერისა, რომელშიც შესაძლებელი იქნება თერმობირთვული რეაქციების წარმოება, ხო? მეორეს მხრივ, თერმობირთვული რეაქციები უსაფრთხოა, იმიტომ რომ, ასე ვთქვათ, რეაქტორის დაზიანების შემთხვევაშიც კი, თუ ტემპერატურა დაიკლებს, ხო, ან რამე პარამეტრი შეიცვლება, უბრალოდ თერმობირთვული რეაქციები შეწყდება, რა, ბირთვები თავისთავად არ შეერთდებიან, იმიტომ რომ, როგორც ვთქვით, ბირთვების შესაერთებლად საჭიროა, რომ ისინი ახლოს მივიდნენ ერთმანეთთან, საჭიროა, რომ მათ ქონდეთ დიდი სიჩქარე, ხო, და თუ გარედან არ შეიქმნა შესაბამისი პირობები, ხო, უბრალოდ თერმობირთვული რეაქციები შეწყდება, ხო? ერთის მხრივ თერმობირთვული რეაქციები უსაფრთხოა, ხო, მაგრამ მეორეს მხრივ, ასე ვთქვათ, მათი ეფექტურობა არის, ასე ვთქვათ, მცირე, ხო, იმიტომ რომ
თქვით, რომ საჭიროა, ასე ვთქვათ, შესაბამისი გარემო პირობების შექმნა. მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, ჯაჭვური რეაქციის დროს ენერგიის მიღება შეიძლება მოხდეს საკმაოდ ეფექტურად, მაგრამ საჭიროა, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, ხო? მცირე შეცდომასაც, ასე ვთქვათ, შეუძლია გამოიწვიოს სავალალო შედეგები, ხო? აქ კიდევ ერთხელ შეგვიძლია თავი მოუყაროთ იმას, თუ რა სხვაობაა, ასე ვთქვათ, თერმობირთვულ რეაქტორსა და ბირთვულ რეაქტორს შორის, ხო? თერმობირთვული რეაქტორისთვის საჭიროა ადვილად მოპოვებადი საწვავი, ხო? მეორე მხრივ ბირთვების შეერთებისთვის საჭიროა დიდი ტემპერატურის შექმნა, საჭიროა სისტემა, რომელიც შეინარჩუნებს ცხელ პლაზმას, ხო? ანუ დიდ ტემპერატურაზე მყოფ პლაზმას, დიდ ტემპერატურაზე მყოფ დამუხტული, ასე ვთქვათ, ნაწილაკებისგან შემდგარ აირს და ასევე ეფექტურობაც არ არის დიდი თერმობირთვული რეაქტორისა, ხო? მეორეს მხრივ ბირთვულ რეაქტორში, სადაც მიმდინარეობს ჯაჭვური რეაქცია, შეიძლება ადვილად დაიწყოს რეაქცია, ხო, არ არის საჭირო შესაბამისი სპეციალური განსაკუთრებული გარემო პირობების შექმნა, ენერგია გამოიყოფა მინიმალური ჩარევით, გარედან მინიმალური ჩარევა საჭირო, მაგრამ საჭიროა ენერგიის კონტროლი, ხო, ენერგიის მიღების კონტროლი და შეიძლება პატარა შეცდომის შემთხვევაში ენერგიის გამოყოფა გახდეს უკონტროლო და უკონტროლო ენერგიამ, ასე ვთქვათ, შექმნას ძალიან დიდი საფრთხე. თუმცა თუ, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ზომები კარგად არის დაცული, მაშინ, ასე ვთქვათ, ბირთვული რეაქტორი შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო. ასევე ბირთვული ენერგიის, ასე ვთქვათ, დადებითი მხარეებია ის, რომ ის გამოიყენება მაგალითად წარსულის შესასწავლად, მაგალითად ეგრეთ წოდებული რადიონახშირბადის მეთოდი, ხო? ესე იგი, სხვადასხვა რადიოაქტიული ნივთიერება, ხო, გამოსხივების დაწყებიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტენსივობით ასხივებს, ხო? და რაც უფრო დიდი დრო გავიდა გამოსხივებიდან, ხო, ინტენსივობა მით უფრო მცირდება. აი, რა დროის განმავლობაში გამოსხივების ინტენსივობა შემცირდება ორჯერ, ეწოდება ამ ნივთიერების ნახევარდაშლის პერიოდი, ხო? და როგორც თქვით, ინტენსივობა გამოსხივებისა დაკიდებულია დროზე, არა? ხო, გამოსხივების დაწყებიდან გასულ დროზე და შესაბამისად იმის მიხედვით, თუ როგორია გამოსხივების ინტენსივობა, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, როდის დაიწყო გამოსხივება, ხო? აი ამ პრინციპზე, ასე ვთქვათ, მუშაობს რადიო ნახშირბადის მეთოდი, რომელიც ადგენს სხვადასხვა არტეფაქტის, ასე ვთქვათ, ასაკს, ხო? სხვადასხვა ორგანიზმები, სხვადასხვა არტეფაქტები შეიცავენ რადიო ნახშირბადის იზოტოპს, ხო? რომელიც თავის მხრივ ასხივებს, ხო? ვთქვათ, შესაბამისად ახალი არტეფაქტი, ანუ არტეფაქტი, რომელიც SSA შეიქმნა, ასხივებს უფრო ინტენსიურად, ვიდრე გარკვეული დროის განმავლობაში, ხო? და ახლა ვთქვათ, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს არტეფაქტი, ვთქვათ, რაიმე ძველი ცხოველის ძვალი, ხო, დათვალეს აი ამ ძვლის მიერ წარმოქმნილი გამოსხივება, უფრო სწორედ ამ ძვალში არსებული რადიო ნახშირბადის იზოტოპის გამოსხივება და დაადგინეს, რამდენი ხნის წინ დაიწყო აი ამ არტეფაქტმა ამ ძვალში არსებულმა რადიო ნახშირბადმა გამოსხივება, ხო? ანუ გამოსხივების რადიოაქტიური გამოსხივების საშუალებით დადგინდა რა ასაკისაა ეს აღმოჩენილი ნივთი, ხო? ასევე რადიოაქტიური ნივთიერებებისაგან შედგება, ასე ვთქვათ, გამაფრთხილებელი ნიშნები, ხო, მაგალითად ასეთი, რომელიც გვიჩვენებს, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების გასასვლელს განსაკუთრებულ პირობებში, ის შედგება ტრიტიუმისგან და ტრიტიუმის, ასე ვთქვათ, რადიოაქტიობის ხარჯზე ის ანათებს, ხო? ეხლა რატოა მნიშვნელოვანი აქ რადიოაქტიული ნივთიერების გამოყენება და რა ვთქვათ, ელექტროენერგიის ან სხვა ენერგიის, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, შეიძლება ელექტროენერგია გაითიშოს თუ რამე, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს
საქმე და ამ შემთხვევაშიც კი თუ ენერგია გაითიშა ელექტროენერგია, ხო, ადამიანებს უნდა ქონდეთ საშუალება, ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ განერიდონ იმ ადგილს, სადაც გარკვეული პრობლემებია, ხოლო თუ აქ მოვათავსებთ ნივთიერებას, რომელიც თავისთავად ასხივებს და ამ გამოსხივების ენერგიის ხარჯზე გავანათებთ, ხო, აი ამ ნიშანს, რომელიც გვიჩვენებს უსაფრთხოების გასასვლელს, ხო? მაშინ ადამიანთა უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება დაცული, ხო? გარე პირობები ვერ გამოიწვევენ აი ამ ენერგიის წყაროს გაქრობას, ხო? ანუ ასე ვთქვათ, რადიოაქტივობას აქვს ამ შემთხვევაში დადებითი გამოყენება, დადებითი მიზნებისთვის გამოყენებას აქვს ადგილი რადიოაქტიული ნივთიერებისა, ხო? და ბოლოს დასკვნის სახით ვიტყვი ჩემი აზრით რისი ცოდნა მნიშვნელოვანი, ანუ რას მოვითხოვდი სტუდენტისგან, რომელმაც აირჩია მოცემული კურსი და მოისმინა ეს ლექცია, ხო? საინტერესოა ვიცოდეთ როგორ შეიქმნა ატომური ჰიპოთეზა და რატომ იყო, ასე ვთქვათ, ატომური ჰიპოთეზა მისაღები და ასე ვთქვათ, მოსახერხებელი, ასევე ვილაპარაკე აირის თვისებებზე და მათი ცოდნაც მნიშვნელოვანია, ასევე საინტერესოა ვიცოდეთ და საჭიროა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს რადიოაქტივობა, რადიოაქტივობის სახეები, ასევე საინტერესოა რა მოდელები არსებობდა ატომისა და როგორ შეიცვალა წარმოდგენა ატომის შესახებ, ხო? მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის ბირთვი, რისგან შედგება იგი და ასე ვთქვათ, როგორ განსაზღვრავს ის ამა თუ იმ ნივთიერების თვისებას, ხო? ვილაპარაკეთ ბირთვულ ენერგიაზე. ასე ვთქვათ, საინტერესოა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ბირთვული ენერგია, ხო, რას წარმოადგენს ბირთვული რეაქციები, ხო, კერძოდ ჯაჭვური რეაქცია და ვილაპარაკეთ რადიოაქტივობის როლზე ჩვენს ცხოვრებაში და ამის, ასე ვთქვათ, ცოდნაც და გააზრებაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს რადიოაქტივობამ ჩვენს ყოფაში.